განმარტავთ დრამის პერსონაჟთა მეწყვილების აგებულებას. კერძოდ ისეთ ცნებებს, როგორებიცაა დიალოგი, მონოლოგი, პოლილოგი და რეპლიკა. დრამა ძირითადად ემყარება წარმოთქმულ სიტყვებს. სიტყვის განუყოფელი კავშირი სასცენო პრაქტიკასთან, მისი ჟღერადობა, რომელსაც ახლავს მიმიკა, ჟესტი, მოქმედება. ყოველივე ეს წარმოქმნის პიესის აგების საგანგებო ფორმას. დიალოგი ჩვეულებრივ არის რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა პერსონაჟთა შორის, რაც პერსონაჟთა მეტყველების აგების ყველაზე გავრცელებული ხერხია. ერთი მხრივ ის კომუნიკაციის საშუალებაა, მეორე მხრივ კი გამოხატავს კონფლიქტს, ანუ სიტყვიერ ქმედებას. დიალოგი გამოხატვის ყველაზე დრამატული ფორმაა. მაგრამ კლასიკურ პიესებში, მაგალითად, დიალოგი წარმოადგენს უფრო მონოლოგთა თანმიმდევრობას, ვიდრე რეპლიკების გაცვლა-გამოცვლას. ამიტომ ზოგჯერ ძნელია დიალოგსა და მონოლოგს შორის ზღვრის გავლება. მაგრამ ორივე შემთხვევაში დიალოგი უშუალოდ უკავშირდება მოქმედებას და წარმოადგენს მის მთავარ გამომხატველ საშუალებას. დრამატული დიალოგი ეს არის მეტყველება, რომელიც წარმოაჩენს ქცევის, ემოციების ან სიტუაციის დრამატიზმს. დიალოგში ჩართულია პაუზები, ანუ მუნჯი ქმედების მომენტები. პაუზები დიალოგში აღნიშნავს თემის შეცვლას, ან მდგომარეობის გართულებას, მეტყველების გაძნელებას, მაგალითად დარცხვენის ან სხვა მიზეზის გამო, ფიქრის, რაიმეს გააზრების პროცესს, ასახავს ფარული ემოციის განცდას, ან ფარული ემოციის შეკავებას და სხვა. პაუზების მეშვეობით დიალოგი და ცალკეულ პირთა მეტყველება დრამაში ემოციურობით აღიჭურვება. რაც შეეხება მონოლოგს. მონოლოგად ფართო გაგებით შეიძლება მივიჩნიოთ პიროვნების მეტყველება, რომელსაც ახასიათებს თემის ფართო ასახვა და აშკარად გამოხატული ექსპრესია. მონოლოგი, როგორც წესი, გამოხატავს პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას. ჩვეულებრივ, მონოლოგი არის თვითდახასიათება, რომელიც მძაფრი ემოციური შეფერილობით ხასიათდება. მონოლოგი შეიძლება წარმოადგენდეს მიმართვას ანთროპომორფული პარტნიორისადმი, მაგალითად ბედისადმი, ან მიმართვას სცენაზე არ მყოფი პერსონაჟისადმი, ან მომავალი დიალოგის რეპეტიციას. შეიძლება ასახავდეს ზემოქმედებას, მიზნად ისახავდეს ზემოქმედებას საკუთარ თავზე. შეიძლება ასახავდეს გადაწყვეტილების მიღების ან არჩევანის გაკეთების პროცესს და ასე შემდეგ. რა არის რეპლიკა? რეპლიკა არის პასუხი სხვა
პერსონაჟის მეტყველებაზე ან არგუმენტზე. ვიწრო გაგებით, რეპლიკა არის პერსონაჟის ტექსტი დიალოგის პროცესში დასმული კითხვის პასუხად.